მოკლედ ახლა ვიდეოს ვაედიტებ და აღმოჩნდა რომ დისკლეიმერი არ გამიკეთებია. ამიტომ ვიტყვი რომ კვლელობა არის საშინელი საქციელი და ამორალური საქციელი, არც ერთ შემთხვევაში არ მოგიწოდებთ არც ერთ თქვენგანს მსგავსი რამის გამეორებას. კვლელობა არის დანაშაული, იგი ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და იმის მაგივრად რომ აქ სისულელეზე თქვენ იფიქროთ, ამაზე უკვე ვიღაცა სხვა გენიოსმა იფიქრა და ახლა შეგიძლიათ უბრალოდ ისხდეთ და უყუროთ იმას თუ როგორ იფიქრა ამ ყველაფერზე სხვა. რამდენად ხშირად გესმით სიტყვა მკვლელი? სერიული მკვლელი? ვიღაცა გააუპატიორეს ან უბრალოდ გაქრა. სამწუხაროდ თითოეულ ჩვენგანს ადრე თუ გვიან მოუწევს მსგავსი ტერმინების გაცნობა. მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც კლავენ, იტაცებენ ან ძალადობენ? რატომ აკეთებენ ამას და რა არის მათი რეალური მოტივი? სამყარო არ არის ისეთი იდეალური, როგორც ამას მშობლები გვიყვებოდნენ. ალბათ ეს თითოეულმა თქვენგან მაიცის, მაგრამ რეალურად რა უნდა გავაკეთოთ იმ რთულ სიტუაციაში, თითქმის არავინ არ იცის. სწორედ ეს და კიდევ ბევრი სხვა გელოდებათ დანაშაულის ანატომიაში. ტერმინი სერიული მკვლელი დიდი ხანია რაც ხალხის ყურადღებას იპყრობს. ფრაზა დიდი ხანია მთლად არ იქნება სწორი. ტერმინი სერიული მკვლელის ჩამოყალიბება მე-19 საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში ხშირად ისმოდა ინფორმაცია ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსზე, რომელიც დღემდე ითვლება პირველ ოფიციალურად დარეგისტრირებულ სერიულ მკვლელად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხოლო მისი მსხვერპლის რაოდენობა თავისივე სიტყვებით აღწევს 27-ს. თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა სინამდვილეში 200 სულს აღემატება. მაგრამ ეს არ არის დადასტურებული და უფრო შემზარავ ლეგენდას გავს ვიდრე რეალურ ამბავს. ჰოლმსი და მისი სიკვდილის სასახლე, რომელიც მან თავისი ხელით ააშენა, არა მარტო ამერიკელებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მთავარი განსახილველი თემა გახდა. არადორად დავფიქრდეთ განსახილველი მართლაც რომ ბევრი რამ იყო. ჰენრი ჰოლმსის ნამდვილი სახელია ჰერმან ვებსტერ მაჯეტი. იგი დაიბადა 1861 წლის 16 მაისს გილმინტონში, ნიუ-ჰემფშაირის შტატში. მისი მშობლები მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ეს მათ არ უშლიდათ ხელს ბავშვის სასტიკად აღეზარდათ. მამას ლევინ ჰორნეტ მაჯეტს კი ბავშვები პრინციპში არ უყვარდა და მათ ძნეხად თვლიდა. იგი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და ხშირად თავის ვარს უნიშნელად დანაშაულისთვის დაუნდობლად სცემდა. ჰერმანს არც კლასელებში გაუმართლა. ბავშვები მას სულელად მიიჩნევდნენ და არაერთხელ ჰყავდათ იგი ნაცემი. მათ გაიგეს, რომ თურმე ჰემფშაირის მიცვალებულების ეშინოდა და დააძალეს ექთანის ოთახში ადამიანის ჩონჩხის იმიტაციას შეხებოდა. სხვა წყაროების მიხედვით ჰერმან მაჯეტს ჰქონდა არაჯანსაღი ინტერესი სიკვდილის მიმართ და მას არაერთხელ აქვს ცხოველების გვამი გაჭრილი თავისივე სარდაფში. 1884 წელს ახალგაზრდა მაჯეტმა 23 წლის ასაკში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი მიჩიგანის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში ჰერმანი ხშირად თაღლითობდა. უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იგი ამახინჯებდა გვამებს და ინსცენირებდა შემთხვევითობას. შემდეგ აყალბებდა სადაზღვევო ფურცლებს და კომპენსაციის მიღების ადგილას თავის ინფორმაციას წერდა. საბოლოოდ მან შეაგროვა გარკვეული თანხა და საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში. მან იქვე შეიცვალა სახელი, რომლითაც შემდეგ მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი. ახალგადმოსულმა მაჯეტმა მაშინათვე მოიპოვა მოხუცი ქალბატონი ჰოლტონის ნდობა, რომელსაც ჰქონდა პატარა აფთიაქი ქალაქში. ჰოლტონმა იგი სიხარულით მიიღო და მუშაობა თავისთანავე დააწყებია აფთიაქში. მალევე ფართიც ოფიციალურად მისყიდა, სანაცვლოდ კი დაიტოვა უფლება ეცხოვრა თავის სახლში აფთიაქის მეორე სართულზე. თუმცა ჰოლმსის პირობის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ერთხელაც ქალბატონი ჰოლტონი უბრალოდ გაქრა. ჰოლმსის სიტყვებით იგი ნათესავებთან წავიდა კალიფორნიაში და მას იქ იმდენად მოეწონა, რომ უკან აღარ დაბრუნებულა. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ამ განცხადების შემდეგ მის შესახებ არავის არაფერი გაუგია. გავიდა დრო და თაღლითობით დაგროვებული ფულით მან გააფართოვა თავისი ქონება. აფთიაქი და მასზე მიერთებული სხვა შენობები გააერთიანა და გახსნა სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით სასახლეს დაარქმევენ. სასტუმროს პირველი სართული ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იქ იყო განლაგებული ის აფთიაქი და კიდევ ბევრი სხვა მაღაზია. მეორე და მესამე სართული კი ქაოტური ლაბირინთი იყო. რამდენიმე ათეული ოთახიდან გასასვლელებს ჩახერგილ დერეფნებში გაყავდნენ. ოთახებში იყო დაგებული მახეები და ბევრს ჰქონდა საიდუმლო კარები. სასახლის აშენებისას ჰოლმსი ხშირად ცვლიდა მუშახელს, ამიტომ შენობის საბოლოო გეგმა მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი. დასრულდა თუ არა მშენებლობა, იგი მაშინათვე შეუდგა თავის შემზარავ ჩანაფიქრს. იმ დროს ჩიკაგოში მიმდინარეობდა მსოფლიო გამოფენა, რომელიც ამერიკის აღმოჩენის 400 წლის თავს ეძღვნებოდა.
სასტუმროში თავისუფალი ადგილის დაკავების მსურველებს საზღვარი არ ჰქონდა. და სწორედ ამ დროს სასახლეში 50-მდე კაცი ქრება. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ჰოლმსს აღიზიანებდა. მაგალითად, მისი მდივანი, ამასთან ერთად კი შეყვარებული ემილინ სიგარი, რომელიც ჰოლმსს გამუდმებით სთხოვდა მათ დაოჯახებას. ამის გამო მან ემილინი დიდ სეიფში ჩაკეტა, სადაც გარდაიცვალა შიმშილისგან. მსხვერპლის გვამებს იგი სპეციალური გზებით სარდაფში ათავსებდა, სადაც მათ ჩონჩხებად აქცევდა. შემდეგ კი უნივერსიტეტში შეძენილი სანაცნობოს დახმარებით სხვადასხვა ექიმებს ჰყიდიდა მათ. მიუხედავად ამისა, კრედიტორების ზეგავლენით ჰოლმსს მაინც მოუწია გაქცევა. ამჯერად იგი აღმოჩნდა ტეხასში. უკვე იქ იგი კლავს გაუთხოვარდებს უილიამსებს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ერთ-ერთ მათგანზე უნდა დაქორწინებულიყო. ამის გარდა, მას უნდოდა თავისი სასახლის აღდგენა, თუმცა ვერ გარისკა, რადგან ტეხასში კანონმდებლობა ბევრად მკაცრი იყო და მას შეეშინდა, რომ დაიჭერდნენ. ამიტომ იგი ხეტიელობდა მთელს ამერიკასა და კანადაში. გზადაგზა კი აგრძელებდა ხალხის მოკვლას. 1894 წელს ჰოლმსს აკავებენ. მას ბრალად წაუყენეს თაღლითობა, მაგრამ ეს ბრალდება მალევე მოხსნეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ქლოროფორმით მოწამლა თავისი თანამონაწილე ბენჯამინ პიცელი. იგი ჰოლმსს თაღლითობის შედეგად მიღებული თანხის გასაყოფად შეეხმიანა, მაგრამ რა თქმა უნდა ჰენრის ფულის გაყოფა არ უნდოდა, რასაც მოჰყვა პიცელის სიკვდილი. გარდა ამისა, ჰოლმსი კლავს თანამონაწილის 3 შვილს, ვაჟსა და 2 ქალიშვილს, რომლებიც მან პიცელის ცოლს გამოსტყუა. სწორედ ცოლმა იგრძნო რაღაც და შეიტანა პირველად ეჭვი ჰენრიზე. ამის გამო მან დაიხირავა გამომძიებელი პინკერსონი, რომელსაც ევალებოდა ამ შემთხვევებისა და ჰოლმსს შორის კავშირის დადგენა. 1894 წლის 17 ნოემბერს ჰოლმსი ყველა მცდელობის მიუხედავად სამართალს ვერ გაექცა. იგი დააკავეს ბოსტონში. ამის შემდეგ პოლიციელებმა ჯერ იპოვეს ბავშვების გვამები, შემდეგ კი გაჩხრიკეს ჰოლმსის ეგრეთ წოდებული სასახლე. რეალობით ყველა შეძრწუნდა. გაზეთებში დაიწყეს ახალი ამბების გამოქვეყნება, რომლებშიც მას მოიხსენიებენ როგორც ჩიკაგოს ცხოველს, ამერიკის პირველ მანიაკს. პრესაში ვრცელდება საშინელი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სასტუმროს სარდაფში. რამდენი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს იქ. ყველგან იყვავს სხვერპლის ფრჩხილის ნაკვალევი, ქალის კაბის ნაფლეთები. ასევე სარდაფში აღმოაჩინეს ჰოლმსის მიერ გამოგონილი შემზარავი ინსტრუმენტები, მჟავის მარაგი, კალიუმის ჰიდროქსიდით გავსებული ბოცები, რომლებიც იწვევს ღრმა ქიმიურ დამწვრობას, 2 დიდი ღუმელი, ანატომიური მაგიდა და კიდევ ბევრი სხვა ინსტრუმენტი. საინტერესოა ისიც, რომ ჰოლმსი მიხვდა, რომ თავის დანაშაულს ვერ უარყოფდა და მას სიკვდილს მიურჩიდნენ. ამიტომ მან საკანში დაწერა თავისი მემუარები, სადაც იგი აღიარებდა თითოეულ ჩადენილ დანაშაულს. შემდეგ კი მან ეს მემუარები მიჰყიდა ერთ-ერთ გამომცემლობას და ამით გამოიმუშავა იმ დროისთვის $7,500. მემუარებში იგი მთელი ძალით ცდილობდა თავი გაემართლებინა. აბრალებდა ყველაფერს მშობლებს, ცუდ ბავშვობას და საუბრობდა სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, რის გამოც მას მოუწია დანაშაულების ჩადენა. მაგრამ სასამართლოს დარწმუნება მან მაინც ვერ შეძლო. 1896 წლის 7 მაისს ჰოლმსის სიკვდილით დასაჯეს. კი, ასე მთავრდება მისი ისტორია, მაგრამ მოდი ვიყოთ ობიექტურები და ამ ისტორიის დეტალური შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ არის ერთგვარი და გასაგები. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციიდან ბევრი სრულიად აბსურდულია. თვითონ ჰოლმსიც ერთგვარ მითოლოგიურ პერსონაჟად გადაიქცა და სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი უჭირავს ამერიკის კულტურაში მსგავსი ფაქტების მიმართ ინტერესს. ამ შენობის სტრუქტურის შესწავლის შედეგად თქვენ უთუოდ აღმოაჩენთ, რომ ბევრი სართული და ოთახი უბრალოდ ფარსია, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებდა არასდროს და შესაბამისად იქ ადამიანი ფიზიკურად ვერ აღმოჩნდებოდა. თუ შევისწავლეთ ჩიკაგოს გამოფენაზე გამქრალი ადამიანების რაოდენობას, აქაც სტატისტიკას რომ შევადაროთ, არაფერია გასაოცარი და ექსტრაორდინალური. ხალხმრავალ ადგილას ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავის ნაცნობებისგან უბრალოდ გარბოდა და ცხოვრებას თავიდან იწყებდა. ეს კი არა, ქუჩაში ნაკოვნი გვამიც კი არ იყო რაღაცა განსხვავებული სიტუაცია. ლოთი გამოვიდა ბარიდან, ცუდად დაეცა და გარდაიცვალა. სულ ესეც შენი кейსი. რა თქმა უნდა, ჰოლმსს შეგვიძლია დავაბრალოთ, რომ ის იყო ნიჭიერი თაღლითი და დაბრალებაც არ გამოდის, ეს რეალური ფაქტია. იგი ყიდი და აკრძალულ წამლებს, მართლაც რომ სადაზღვევში ბევრი საქმე ჰქონდა დატრიალებული და დადასტურებულია, რომ მან მოკლა თავისი დამხმარე და მისი შვილები. მაგრამ აქ მთავრდება ოფიციალური ისტორია. დანარჩენი კი უბრალოდ გაზვიადებული და გავრცელებული ლეგენდებია, რომლის რეალური შინაარსი არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის. დღეს კი მივიჩნევთ, რომ ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი პირველი სერიული მკვლელია. და მაინც ტერმინი სერიული მკვლელი ბევრად გვიან შემოვიდა სასაუბრო ლექსიკაში, თითქმის 1 საუკუნის შემდეგ.
მე-19 საუკუნეში გამოიყენებოდა სხვა ტერმინი მულტიმკვლელი, მაგრამ შემდეგ ეს სახელწოდება უარყვეს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იმას, რასაც დღეს სერიულ მკვლელობას ვეძახით, ალტერნატიული სახელწოდება ჰქონდა მრავლობითი მკვლელობა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სახე იცვალა და დღეისთვის ნაცნობი ტერმინით ჩანაცვლდა. ტერმინი სერიული მკვლელი პირველად FBI-ის აგენტმა რობერტ რესლერმა შემოიტანა. მაგრამ კრიმინოლოგები და კრიმინალური ფსიქოლოგები მაინც პჭობენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს სერიული მკვლელი და რა ნორმატივებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დარია სალტიკოვა იყო სერიული მკვლელი, ან იოსებ მენგელი. და საერთოდ რამდენი ადამიანის მოკვლის შემდეგ ითვლება ადამიანის სერიულ მკვლელად? ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად რონალდ ჰოლმსი თვლიდა, რომ სერია არის 3 ან მეტი დანაშაული. FBI ამას სხვანაირად განართავს. ამერიკის შეერთებულ შტატში სერიად ითვლება 2 ურთიერთდამოუკიდებელი დანაშაული, ჩადენილი ერთ და იმავე პირის მიერ 30-დღიანი ინტერვალით. თუ განვიხილოთ საქართველოს ხედვას, სერიული მკვლელობა პრინციპში არ არის გამოყოფილი. საქართველოში პოტენციურ სერიულ მკვლელს შეიძლება წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსით 109 მუხლი, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დამამძიმებელ გარემოებაში შეგვიძლია მოვიაზროთ 2 ან მეტი ადამიანის მკვლელობა და წინასწარი განზრახვით და დაგეგმით მკვლელობა, რომლითაც ძირითად შემთხვევაში მოქალაქეს უვადო პატიმრობა ესჯება. სერიული მკვლელების ფსიქოლოგია სრულიად სხვა თემაა, რომლის დეტალურად შესწავლას უამრავი გამომძიებელი დღემდე ცდილობს. ყველაზე გავრცელებული თეორია სერიული მკვლელის პიროვნების შესახებ ეკუთვნის ჯონ მარშალ მაკდონალდს. 1983 წელს ახალი ზელანდიის ფსიქიატრმა მაკდონალდმა განიხილა 100 პაციენტი. თითოეული მათგანი იყო ან მკვლელი, ან ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მკვლელობის მცდელობა. აქედან 48 ადამიანს აღმოუჩნდა საერთო ნიშან-თვისებები. ექიმა ივარაუდა, რომ ეს ნიშან-თვისებები იყო ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება მომავალში მანიაკების ამოცნობა. ფსიქიატრიაში ამ ინდიკატორების ერთობას მაკდონალდის ტრიადას უწოდებენ. მასში შედის ზოოსადიზმი, პირომანია და ენურეზი. კვლევის შედეგად გამოკითხულებიდან იმათვისაც მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაკდონალდის თეორიის მინიმუმ 1 ინდიკატორი გააჩნდათ. პირომანია, ანუ მომკიდებლობისკენ მიდრეკილება, აიხსნება იმით, რომ ცეცხლის ყურება ფსიქოპათს ხიბლავს და ნივთების განადგურებით ისინი თავიანთი ნეგატიური ემოციებისგან იცლებიან. ანალოგიური სიტუაციაა ცხოველებზე ძალადობის დროსაც. კვლევა ჩაატარეს ჯერემი ტეიტენმა და კრისტოფერ რესელმა 2003 წელს, რომლის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ სერიული მკვლელები ადამიანებს ისეთივე გზით კლავდნენ, როგორითაც კლავდნენ და აწამებდნენ ცხოველებს. ენურეზი არის მესამე ინდიკატორი, რომელიც გამოყო ჯონ მაკდონალდმა და იგი იგრძნობა ჰელმენის და ბლეკმენის კვლევებს. მათ აღმოაჩინეს, რომ მკვლელების უმეტესობას, რომელსაც ჰქონდა მძიმე დანაშაული ჩადენილი, 5 წლის შემდეგ უფიქსირდებოდათ ენურეზის შემთხვევები. თვითონ ის ფაქტი, რომ ბავშვს აქვს დაავადება, არ მეტყველებს იმაზე, რომ იგი მომავალში მანიაკი იქნება. თუმცა, ეს მოქმედებს ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე. ენურეზის მქონე ბავშვებს ხშირად ამცირებენ მშობლები და მათ უსინდისოს და უპასუხისმგებლოს ეძახიან. და თუ თანატოლება გაიგეს მისი მდგომარეობის შესახებ, დაცინის მსხვერპლობა გარდაუვალია. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს და ბევრ ტრავმას ტოვებს. ამის გამო შეიძლება მომავალში ადამიანის მიმართ სიზღი და შურისძიების სურვილი გაუჩინოს. მართლაც რომ გადავხედოთ სერიული მკვლელების უმეტესობა, მართლაც რომ შეესაბამება მაკდონალდის ტრიადას. მაგალითად, ჩვენთვის უკვე ნაცნობი ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი ბავშვობაში აწამებდა ცხოველებს და ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, როდესაც ჩიკაგოში მოხდა უზარმაზარი ხანძარი, იგი ფანტაზიორობდა იმაზე, თუ როგორ იხოცებოდნენ მისი მშობლები იქ. საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელს, რომლის სახელის თქმაც კი ბევრს უკვე თრგუნავს, ანდრეი ჩიკატილოს ბავშვობაში ჰქონდა ენურეზი, რომლის გამოც დედამისი მას ხშირად სცემდა. რიჩარდ ჩეიზი, მეტად ცნობილი როგორც საკრამენტოს ვამპირი, აკმაყოფილებდა ტრიადის 3-ვე ინდიკატორს. 18 წლის ასაკში მას ექიმებმა დაუდგინეს ერექციული დისფუნქცია, დათრგუნული ემოციების ნიადაგზე. ანუ ამის მიზეზი ფსიქოსომატიკა იყო, მაგრამ რეალურად მას პარანოიდული შიზოფრენია ჰქონდა. მისი ჩახვეული აზრების გამო ის ფიქრობდა, რომ მის ორგანიზმს სისხლის ნაკლებობა ჰქონდა. ამიტომ ის იჭერდა სხვადასხვა ცხოველებს, კლავდა მათ და შემდეგ მათ სისხლს სვამდა. ერთხელ ფსიქოლოგიურად დაავადებული დამნაშავეების კლინიკაში, სადაც იგი მკურნალობდა, მან შეძლო და დაიჭირა ჩიტები, მოაზრო მათ თავები და ამოწოვა სისხლი. ამის შემდეგ ჩეიზმა მიიღო ზედმეტსახელი დრაკულა. და ყველაზე ცინიკური აქ ის არის, რომ ამ სიტუაციის შემდეგ მალევე იგი გამოჯამრთელებულად ჩათვალეს. 1 წლის შემდეგ კი რიჩარდ ჩეიზმა უკვე მოკლა ადამიანი. შემდეგი 2 თვის განმავლობაში კი კიდევ 5.
იგი ამზადებდა ეგრეთ წოდებულ კოქტეილს მსხვერპლის ორგანოებისა და სისხლისგან. მის ბინაში პოლიციამ აღმოაჩინა სისხლიანი ტანსაცმელი, რამდენიმე ტანის ნაწილებით გავსებული ჯამი, ტვინის ნაფთათების კონტეინერი და ზუსტად ის ბლენდერი, რომლითაც მზადდებოდა ეგრეთ წოდებული კოქტეილები. სასამართლოში კი ამბობდა, რომ მკვლელობისკენ მას ნაცისტი უცხოპლანეტელები უბიძგებდნენ. ისინი მას ემუქრებოდნენ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მას მოკლავდნენ. მაგრამ სასამართლომ ასეთი თავის გამართლება რა თქმა უნდა არ მიიღო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. იგი თავის აღსასრულის დღეს არ დალოდებია და სიცოცხლეს თავისი ნებით გამოესალმა. მან მიიღო ანტიდეპრესანტები ლეტალური დოზით, რის გამოც ყველა ხვდება თუ რა დაემართა მას. მაგრამ მოდით გადახვევის შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ მაკდონალდის ტრიადას. ეს კლასიფიკაცია არ არის აქსიომა. განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ 1968 წელს თვითონ მაკდონალდი დაეჭვდა თავის დასკვნაში და თქვა, რომ ეს ინდიკატორები არ გვაძლევენ მომავალი მკვლელის სამოცნობის 100%-იან გარანტიას. 1984 წელს მასაჩუსეტსის რეაბილიტაციის ცენტრი განსაკუთრებით სახიფათო მკვლელებისთვის საერთოდ უარყოფდა ამ ინდიკატორების მართებულობას. ცენტრმა ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა და შედეგად დაადასტურა, რომ მაკდონალდის ტრიადა არ არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც მკვლელს უფიქსირდება. ამის იდეალური მაგალითია ტეოდორ რობერტ ბანდი, რომელსაც ბავშვობაში არ უფიქსირდებოდა არც ზოოსადიზმი, არც პირომანია და არც ენურეზი. იგი იყო სასტიკი მოძალადი და მკვლელი, რომელმაც პოლიციის მიერ დადასტურებული ვერსიით 20 ადამიანი მოკლა. თვითონ ამბობს, რომ მას კიდევ 16 ყავს მოკლული, მაგრამ ამის გარდა 100-მდე მსხვერპლია, რომელიც სხვადასხვა ვერსიის მიხედვით ასევე შეიძლება მისი მოკლულიც იყოს. იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ბავშვობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი პერიოდი იყო. მომავალმა მანიაკმა დაამთავრა ფსიქოლოგიური ფაკულტეტი, მუშაობდა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრში და მაკდონალდის თეორიის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია. იგი ამბობდა შემდეგს: საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ იგი ამოიცნობს ბოროტ და სახიფათო ადამიანებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ასევე იგი ამტკიცებდა, რომ თავის ბიოგრაფიაში არ იყო არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო მკვლელობის სურვილი გამოეწვია და იგი არც ცხოველია და არც გიჟი, არამედ უბრალო ადამიანია. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ტედს ბავშვობაში ახლდა გარკვეული უცნაურობები, მაინც მისი ცხოვრება საკმაოდ ჩვეულებრივი იყო საშუალო კლასის წარმომადგენელისთვის. სკოლაში მას ბევრი იცნობდა და მასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. იგი აღწევდა წარმატებებს ბოისკაუტების ბანაკშიც. როცა წამოიზარდა, მუშაობა დაიწყო ნელსონ როკფეილერის შტაბში. მიიღო ფსიქოლოგიური განათლება. ჰყავდა ლამაზი შეყვარებული და აპირებდა მეორე უმაღლესის აღებასაც იურიდიული განხრით. ერთი მხრივ ამერიკული ოცნების ცოცხალი განსახიერება. მეორე მხრივ კი 1974 წელს მან პირველად მოკლა ადამიანი. ტედ ბანდი კლავდა დაახლოებით ერთ ადამიანს თვეში. თავს ხან პოლიციელად იკატუნებდა, ხან მოხეტიალე ადამიანად, რომელიც დახმარებას ითხოვდა. დამნაშავეს ხელს უწყობდა თავისი მიმზიდველი გარეგნობა. მისი დაჭერის შემდეგ ზოგიერთმა გამომცემლობამ ტყუილუბრალოდ კი არ უწოდა მას ყველაზე სიმპათიური მკვლელი ამერიკაში. ასევე, როგორც იურიდიული სტუდენტმა, მან იცოდა, რომ შტატებს არ ჰქონდათ საერთო დანაშაულებისა და სამხილების საერთო ბაზა. ამიტომ ის ეძებდა მსხვერპლებს სხვადასხვა შტატებში. პირველად ბანდი დააკავეს 1976 წელს, რადგან ფიქრობდნენ, რომ 18 წლის გოგონას, კენდელ დერანჩის გატაცების მცდელობა ჰქონდა. კენდელი მანიაკს ხელიდან დაუსხდა და პოლიციას დეტალურად აუღწერა კაცის გარეგნობა. ტედი აქაც ჭკვიანურად მოიქცა. სანამ იგი ამოცნობაზე მიიყვანეს, მაქსიმალურად სცადა გარეგნობის შეცვლა. თმები სხვა მხარეს გადაიწია, წვერი გაიპარსა და სრულიად სხვა სტილის ტანსაცმელი ჩაიცვა. მაშინ მას მიუსაჯეს პატიმრობა 15 წლით, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. შემდეგ ისევ დააკავეს და მოულოდნელია, მაგრამ იგი კვლავ გაიქცა. ამჯერად იგი აღმოჩნდა ფლორიდაში, სადაც მან კიდევ 6 გოგოს მოკლა მოახერხა. მოგვიანებით იგი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ მას უნდოდა მსხვერპლზე სრული ძალაუფლება ჰქონოდა. და თუ ადრე მას ყოფნიდა მხოლოდ სექსუალური ძალადობა, შემდეგ უკვე თვითონ სიცოცხლის მოსპობა იყო ძალაუფლების მოპოვების საბოლოო ეტაპი. ფსიქიატრები თვლიან, რომ ბანდის ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა ან ანტისოციალური პიროვნების აშლილობა. ბანდის ისტორია, რომელიც არანაირ კავშირშია მაკდონალდის ტრიადასთან და არც ბავშვობაში მიიყენებულ ტრაუმებთან, განსაკუთრებულ ინტერესს აღუძრავს გამომძიებლებს. აღმოჩნდა, რომ არ არის აუცილებელი იყოს სოციუმისგან მოწყვეტილი ტრაუმირებული პიროვნება, ფსიქოპატი ან თანატოლების ან მშობლების ძალადობის მსხვერპლი. რეალურად სერიული მკვლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი წარსულით და ნებისმიერი ოჯახით. მანიაკი შეიძლება იყოს მიმზიდველიც და კარგი აღზრდილიც, მაგრამ ფსიქოლოგები მაინც ამბობენ, რომ თითოეულ მათგანს აქვს მსგავსი ნიშან-თვისებები: იმპულსურობა, ბოროტმეხსიერება, ემოციურად არასტაბილურობა, ემპათიის არქონა. და ამ ფაქტებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ პიროვნებაზე და მან დაიწყოს ძალადობა ბავშვებზე ან ცხოველებზე, ვერ დაამყაროს მყარი მეგობრული ან რომანტიული ურთიერთობები. ასეთი ადამიანები ადრე ითვლებოდნენ ამორალურ გიჟებად. მოგვიანებით მათ ეძახდნენ ფსიქოპატებს, მერე კი სოციოპატებს. მოკლედ, გინდი სევატრიალოთ ტერმინოლოგია გინდა ასე, ამ ტერმინით
ადამიანებს ასე გამოყოფილად განმარტებები და კრიტერიუმები არ ჰქონდა. ახლა კი ფსიქოლოგიის განვითარების შედეგად ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ანტისოციალური პიროვნების საშლილოების განმარტებაა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები აკეთებენ ისეთ რაღაცეებს, რომლებიც სიზღს იწვევს ნორმალურ ადამიანებში. ისინი ყოველთვის შეეცდებიან თავის გამართლებას და როგორც წესი ამისთვის თავიანთ მსხვერპლს ადანაშაულებენ. ისინი უბულებელ ყოფენ იმ ტკივილს, რომელიც მიაყენეს სხვებს, რადგან მათ ემოციურ დონეზე არ გააჩნიათ ემპათიის განცდის უნარი. მაგრამ საქმე ისაა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ფსიქოპატებმა ემპათიის შინაარსი იციან და ხვდებიან იმას, თუ როგორ შეიძლება იყო ემპათიური. უფრო ვერ იზიარებენ იმას, თუ რისთვის არის ეს საჭირო. ერთ-ერთი ციხის ფსიქიატრი თეოდორ დარლინპი ამბობს, რომ ემპათია ფსიქოპატებისთვის ისეთივე ობიექტია, როგორც ჩვენთვის არის ძველი ტომების რიტუალები. საინტერესოა, მაგრამ მეტი არაფერი. ამ სიტყვებს ადასტურებს ჯორჯ ფევენი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც ის ამბობს თავის თავზე. მე ვიქცევი ისე, როგორც ნორმალური, მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანი, მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ სპექტაკლია, რომელიც თქვენთვის იდგმება და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, მანიაკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ბევრი ფაქტორი. პირველი, ინდივიდუალური მახასიათებლები, მარტივად გაღიზიანებადობა, ნორმას გადაჭარბებული ნერვულობა, ნეგატიური სექსუალური გამოცდილება, არაკონტროლირებადი სექსუალური ფანტაზიები, ანტისოციალური პიროვნების აშლილობა. მეორე, არახელსაყრელი პირობები, რომლებშიც აღიზრდებოდა ბავშვი, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა ბავშვზე, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა თანატოლებისგან, ოჯახში ტაბუს არსებობა, რომლის დარღვევის შემდეგაც ბავშვი ისჯებოდა. მაგალითად, საზოგადო ნორმების იგნორირება, ძალადობის პროპაგანდა, მაგალითად, დებულება, რომ ნამდვილ კაცს შეუძლია ოჯახში სხვაზე ძალადობა. აქვე ვახსენოთ სტერეოტიპები, მაგალითად ის, რომ ყველა ქალი მეძავეა და ცდილობს თავისი ტანით ფულის გამომუშავებას. ან ყველა კაცი მოძალადეა, რომელიმე ერი ცუდია, რომ კარგი ადამიანები არ სვავენ, არ ეწევიან და ასე შემდეგ. ამ ფაქტორების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში სურვილი, რომ კონკრეტული ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს რაღაცა მიზეზების გამო. სერიული მკვლელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, მაგრამ არა თითოეული. სხვადასხვა სფეროში მეცნიერების კვლევის შედეგებით ვადასტურებთ, რომ ძირითად შემთხვევაში მანიაკის პიროვნების წარმოქმნისას ბევრი ფაქტორი იღებს მონაწილეობას. და რაც უფრო ნაკლებია ეს ფაქტორები, მით უფრო მაღალია შანსი იმისა, რომ კარგად ახდილი ადამიანი მოულოდნელად სხვებს სიცოცხლეს არ წაართმევს. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს უკვე მესამედ ვიწერ, იმიტომ რომ არ ვიცი ჩემ ტელეფონს რა დაემართა, მაგრამ ვიდეო ვიწარა, მაგრამ მეშლებოდა და დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ, გამიზიარეთ თქვენი აზრები, თუ რას ფიქრობთ ამ რუბრიკასთან და საერთოდ ღირს თუ არა ამ ყველაფრის დაწყება. თქვენთან კი იყო კოხაიკა და გადაამოწმებთ დაკეტილი გაქვთ თუ არა შემოსასვლელის კარები. ტერმინის სერიული მკვლელის ჩამოყალიბება 1900. სადღაც 1900. ლოთი გამოვიდა ბარიდან, ცუდად დაეცა და გარდაიცვალა. სულ ესეც შენი кейსი. და საერთოდ რამდენი ადამიანის